ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი თანაგუნდელებთან ერთად 9 მაისს სოფელ ზოდს ეწვია. მეორე მსოფლიო ომგამოვლილი ჯარისკაცი ზოდში ახლა მხოლოდ 4-ღა ცხოვრობს. გოგი ღუღუნიშვილი, პავლე გაბრიჭიძე, შალიკო ჭიღლაძე და აკაკი იობაშვილი. მალხაზ წერეთელმა გოგი ღუღუნიშვილი სახლში მოინახულა. რამხელა ბრძოლა და რამხელა გაჭირვების და რამხელა იმის ცხოვრების გავლილი. ისტორია ხარ, ისტორია ჩვენი ქალაქისთვის და ერისთვის. სად დაამთავრეთ ომი? სად მოგისწროთ ომის დამთავრება? ომი შეგვიძლია ბრიანის წესში ვიყავი და მე გამოდიოდი პარაზე მოსკოვში ვიყავი. აჰა, აი მოსკოვის. გეროის გარდა ყველა ორდენები და გეროის გარდა სულ საქართველოს და ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა ამ საყოველთაო, ასე ვთქვათ, ბრძოლაში, რომელშიც თითქმის 40 ქვეყანა მონაწილეობდა და თურმე ისტორიაში არსებობს ყველაზე დიდი ბრძოლა და ომი გახლდათ ფაშიზმზე გამარჯვების ომი და დიდი წვლილი შეიტანეს იქ ქართველებმა, ეს ყველას მოეხსენება. მე მინდა მიულოცო ყველა ვეტერანს პირველ რიგში. ორი წლის წინ ამ სოფელში ზურაბ დათეშიძის ინიციატივით ჩვენი სოფლის შინ მოუსვლელთა მუზეუმი გაიხსნა. როგორც ზურაბ დათეშიძე ამბობს, მუზეუმის გახსნის იდეა ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა. მაშინ, როდესაც ომში წასული თანასოფლელების მდგომარეობა გაიაზრა. აი მე თქვენ მოგახსენეთ ჩვენი ჯარისკაცების გმირობა. რას არ იგონებდნენ? აი ტანკების ქვეშ შევარდა მაგალითად ერთი გმირი ყავს ასეთი მაგალითად ჩვენ აგერ ამცემლი და შოთა ყუმბარების ყონა შეკრა, იმიტომ რომ ძიმე ტანკს ერთი ყუმბარით ვერ ააფეთქებდა. ყონა შეკრა და შეუვარდა ისე. ამე მეტი რაღა უნდა გააკეთოს. ასეთი რაღაცა იყო. გმირობა ჩადიოდა ხალხი. რას ჩააკეთებდნენ? საგანგებოდ 9 მაისის ღონისძიებისთვის ზოდის კულტურის სახლის ადმინისტრაციამ სპეციალური პროგრამა მოამზადა. მუზეუმს საჩუქრად ღვთისმშობლის ხელნაწერი ხატი გადასცეს. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ხალხი შეგეკრიბა ერთხელ კიდევ მიგველეცა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 68 წლისთავი და აღვიქვინა ეს დღე სოფელ ზოდში ზურაბ დათეშიძის მიერ გახსნილ ეგრეთ წოდებულ მუზეუმში, სადაც ასახული არის ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მასალები და ბრძოლის ეპიზოდები. შალვა ჭიღლაძე ომგამოვლილთაგან ერთ-ერთია. მისმა არმიამ გაიარა თითქმის ყველა ქალაქი, გადაკვეთა უამრავი საზღვარი და ომის დასრულების შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი მაშინდელი მთავარსარდლის ბრძანებით სამშობლოდან შორს ცხოვრობდა. მერე სტალინის ბრძანება იყო 22-იანები, 23-იანები, 24-იანები და ნაწილი 25-იანები არ ყოფილა ფრონტზე. იყვნენ პავლე გაბრიძე, ხუთის ხალიაშვილი იყო. ესენი ათში დახვდა მე 45 ხუთი დამტარდა. 47 წლამდე ვიყავი მე 7 წელი დადი. 9 მაისი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრონ თაობებმა და არ დათმონ საკუთარ სამშობლოში არც ერთი გოჯა მიწა. ასეთი ომგამოვლილი ადამიანების ცხოვრება ქვეყნის ისტორიას ქმნის. მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და მიულოცო დღევანდელი დღე ყველა საქართველოს ყველა ომის ვეტერანს. 9 მაისი ეს არის დიდი მოვლენა არა მარტო საქართველოს, არამედ სოფლიო მასშტაბითაც. საქართველოს 300,000-ზე მეტმა მეომარმა თავი დადო ამ გმირულ ომში. ეს იყო თავგანწირვისა და ბრძოლის მაგალითი, რომელიც უნდა გავიზიაროთ ჩვენს მომავალ თაობამ და დავაფასოთ ის ღვაწლი და ის ამაგი, რაც ამ ადამიანებმა თავისი ქვეყნისთვის გააკეთეს. 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზოდში საგანგებო კონცერტით დასრულდა. მოგესინება წამოვიდეთ, მივესალმოთ ჩვენ ბაბუებს, ჩვენ პაპებს, გავიგოთ რა ხდება, რომ მომავალში დავინახსოვროთ ვინ არიან ის ხალხი, რომ ჩვენ როცა გავიზრდებით ჩვენ შვილებს გადავცეთ თუ როგორი იყვნენ ჩვენი წინაპრები.